საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ქუთაისში ღონისძიებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მასპინძლობს. ცენტრალურ მოედანსა და ბულვარში საბავშვო და სპორტული აქტივობები მიმდინარეობს. ფალიაშვილის ქუჩაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. როგორ მიმდინარეობს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში, დეტალებით ირმა ჭოლაძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამზადისი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ფალიაშვილის ქუჩაზე კი სამხედრო ტექნიკა უკვე გამოფენილია. ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი მხარდამჭერი არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ჩვენს გვერდით იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედია ჯანიაშვილი. ქალბატონო მედია, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რა ღონისძიებები დახვდებათ მათ თქვენი მხარდაჭერი ქუთაისში. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში ზეიმობს. დღეს საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს ყველა ინტერესის ადამიანისთვის. წარმოდგენილი გვაქვს როგორც საინფორმაციო სტენდები, რომელიც დამოუკიდებლობის ისტორიასთან ერთად ასახავს როგორც ქალაქის, ასევე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩვენს ვიზიტორებს იმოგზაურონ საქართველოში. ასევე გვექნება გასტრონომიის კუთხე, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ბავშვებისთვის საკმაოდ დატვირთული შემეცნებითი ინტერაქციული პროგრამა არის, მოძრავი თეატრი, წარმოდგენები, ჰიმნი ცოცხალი შესრულებით, რომელიც 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება და რაც მთავარია, საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი მედია ჯანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საუბრობდა ჩვენთან. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებებს, ღონისძიებები დაიწყო მერაბ კოსტავას ძეგლის ყვავილებით შემკობით. ყვავილებით ძეგლის შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მატათამ გადაიხადა. ქუთაისში ღონისძიებების მხარდამჭერები აგრეთვე არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ღონისძიებები გაიმართება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ცენტრალურ სკვერში. იქნება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ხასიათის ღონისძიებები, რომლებშიც ჩართვა შეეძლებათ მსურველებს. ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ტექნიკის დათვალიერება და ტექნიკასთან ფოტოების გადაღება მსურველებს შეუძლიათ. ასეთი მსურველები არიან მეტწილად ბავშვები. რაც შეეხება სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ეს ღონისძიებები რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება. ჩვენ გავესაუბრეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოვიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებელი და აღარ ყოფილიყო ძნელი გაჭირვებები რო იყო და შემოსევები იყო და არ იყო პატრონი. ავადონო ახლა დღეს გავიშთა და ხალხს მიეცა თავისუფლება და თავისუფლება მეისურვო. 26 მაისს ულოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა ქუთაისიდან მიულოცოს სრულიად საქართველოს. ტრადიციულად პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ძეგლს. ტრადიციულად ქალაქში ცენტრალური მოედანი დატვირთული იქნება აქტივობებით. მოედანზე უამრავი სივრცე იქნება შექმნილი ჩვენი პატარა თაობის ბავშვებისათვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახელით ულოცავ ქართულ ხალხს დღევანდელ დღეს. დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილები ვართ ტექნოლოგიური და ინოვაციური პავილიონით, სადაც წარმოდგენილი გვექნება ყველა ის სერვისი, ყველა ის მოწყობილობები, რაც საქართველოს 9 ტექნოპარკში, 9 ფილიალშია ყოველდღიურ რეჟიმში წარმოდგენილი. აქ დღეს ჩატარდება 3D მოდელირების ვორქშოპები, 3D სკანირება. ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს სამხედრო კომპონენტს, დღევანდელ ღონისძიებაში ქუთაისის ლოკაციაზე გამოფენილია სხვადასხვა ჯავშარ ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, ასევე ქვეითთა ჯავშარ ტექნიკა, სხვადასხვა სასროლი შეიარაღება, აღჭურვილობის ნიმუშები, რაც თავდაცვის ძალებში არსებობს და ნებისმიერ სურვილს შეუძლია მოვიდეს და დაათვალიეროს. ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღე ბევრ რამეს ნიშნავს. მთლიანი თავისუფლება, ქართველი ერის სანუკვარი ოცნება იყო, აგვისრულდა, ვიცავთ და ღმერთმა საუკუნეები კიდევ დაგვასწრებიოს. ევროპული ტიპის ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი 108 წლის წინ ჩაეყარა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რასაც წინ რუსეთის იმპერიის რღვევა უწყოდა. სწორედ ამ თარიღს ზეიმობთ ჩვენ დღეს. ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე საუბრობდა.